შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოძიება არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას წყარომ მიაწოდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ გასაჯაროებულა. ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პროცედურები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. ეს ინფორმაცია მცდარია და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. სამინისტროს სურს გაცნობოთ, რომ არანაირი გამოძიება, რომ არაფერი ვთქვათ სისხლის სამართლებრივ პროცედურებზე არ დაწყებულა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 315 მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც თავის მხრივ ქართული კანონმდებლობით იურიდიულ პირს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შეთქმულების ან ამბოხების მოწყობისთვის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს იურიდიული პირის წინააღმდეგ, ან მას დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრის გაკეთებულ განცხადებას და მხოლოდ ამბობენ, რომ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, თუმცა არა კონკრეტული ორგანიზაციის ან პირების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამოძიების ვინმეს წინააღმდეგ დაწყებას არ იცნობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო და სავარაუდო ბრალდებულის წინასწარ დაასახელა. დაახლოებით 1 თვის წინ 15 ოქტომბერს ლევან იზორიამ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლით აწარმოებს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს და რომ ეს იგივე ინფორმაციაა, რაზეც მინისტრმა ჭიკაიძემ გაზეთ ალიასთან ინტერვიუში ისაუბრა. გრძელდება გამოძიება, ხო არ დგას, და სხვათა შორის ეს არის ორგანიზებული დანაშაულის ტიპი, ჯგუფის მიერ ჩადენილი, ხო არ დგას კიდევ უფრო სხვა ორგანიზებული ძალა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ლოგიკით ამ ვერსიას თავისი არსებობის საფუძველი აქვს, არსებობს ოპერატიული ინფორმაცია. შესაბამისად, როდესაც ბატონმა მინისტრმა 10 სექტემბერს თავის ინტერვიუში განაცხადა იმის შესახებ, რომ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, არის სიმართლე და ეს გამოძიება დღესაც მიმდინარეობს და აუცილებლად საზოგადოებას, როგორც კი იქნება ამ გამოძიების ფარგლებში, საჯაროდ მოვახსენებთ სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი. ალექსანდრე ჭიკაიძემ 10 სექტემბერს ალიასთან თქვა, რომ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ნაციონალური მოძრაობა გეგმავს. 14 ოქტომბერს კი ოპოზიციური პარტიის დანაშაულზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. მან ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით სოდის და კუდის ყოფილი თანამშრომლების დაკავების შემდეგ თქვა, რომ აქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. პირად მინისტრი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. დიდი შვიცარიის და ამერიკა და მის დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის სახე და ხელწერა. მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, თუ ვის ხელში იყო საქართველო. აი ეს ორ კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი სამინისტრო. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა. 315 მუხლთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი კომენტარი. ეკა ბესელიაკი ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ის, თუ ვინ აწყობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას, თუმცა არ გამოირიცხება, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. ვინ არიან ისინი, ვინც ამზადებს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო ფორმით შეთქმულებას თუ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება, რომ მათ შორის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უკანონო და ძალადობრივ ქმედებებში იყვნენ ჩართული და უკვე არაერთი ფაქტი გვაქვს და უკვე არაერთი განაჩენი. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებსა და ტყუილზე საუბრობენ. აქ თავის მომხრეებს ატყუებენ, რომ არ აქვთ არანაირი პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენს დევნასთან დაკავშირებით და რომ ყველა ამას აღვქვათ სამართლებრივ პროცესად. სინამდვილეში ყველა მის ეს არის პოლიტიკური დევნა
და რადგან ეს არის პოლიტიკური დევნა, გარეთ იწერებიან აი ესეთი შინაარსის პანიკურ წერილებს, სადაც ასევე იტყუებიან, რომ არანაირი დევნა და საქმეები აღძრული არ არის. ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი, ჩვენ ყველას გვახსოვს იზორიას განცხადებები და მუხლი დაასახელა პირდაპირ ეთერში, რომ პარტიის წინააღმდეგ იყო საქმე აღძრული, შემდეგ იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა, იგივე გაიმეორა ცოტა ადრე იგივე თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, იტყუებიან სახლშიც და იტყუებიან გარეთაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ის საქართველოს ევროპელ პარტნიორებს კითხვებისა და სპეკულაციების თავიდან აცილების გამო გადაეგზავნათ. ეს ინფორმაცია ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილების გამო მიზნით გადაეცა ჩვენ ყველა ევროპელ პარტნიორს, ვისაც ამის თაობაზე ქონდა გარკვეული შეკითხვა. დღეს დამატებით არანაირი სხვა შეკითხვა მოსაზრებები არ არსებობს. მე მგონი საკითხი ძალიან ნათელია, ძალიან მკაფიოდ არის წარმოდგენილი ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დოკუმენტში. წერილი, რომელიც ტაბულა მოიპოვა და რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპელ პარტნიორებს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოძიების არარსებობის შესახებ ინფორმაციას აწვდის 24 ოქტომბრით არის დათარიღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო მათი მხრიდან ახსნა განმარტებების გაგზავნა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.